ტრამპის კრიტიკაც დაიწყო ქართულ ოცნებამ, დაიწყო იმის ლაპარაკი, რომ ტრამპი deep state-ია და deep states ან ვერ ამარცხებს, ან არ ამარცხებს და დაემორჩილო deep states და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებაში მოლოდინია რაღაც კრიტიკული განცხადებების, იგივე სანქციების, კიდევ ახალი პაკეტის და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ბოდიში მე მაინტერესებდა დღეს, ეს ახლა ახალი ამბავია, მაგრამ მაინტერესებდა როგორი გზავნილები იქნებოდა უშუალოდ ოცნების მხრიდან. ვერ ვნახე სიმართლე გითხრა, ამ დრომდე ალბათ გაკეთდება, ახლა დღის ბოლომდე და ხვალ ალბათ ზეგ ამაზე რა თქმა უნდა გაკეთდება, მაგრამ ამ დრომდე მე ვერ ვნახე მაინდა-მაინც დიდი გამოხმაურება. ერთადერთი ვინც ვნახე არის ქალბატონი ბითაძე, მაია ბითაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელიც ლაპარაკობს, რომ მიზანი არის სუვერენიტეტის ხელყოფა და რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? მოდი მოვისმინოთ რას ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი და მე გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. ძალიან სამწუხაროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ესეთი დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფო დღეს ძალიან კარგად შეითავსა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის ძალიან არასწორი დამოკიდებულება საქართველოს როგორც სახელმწიფოს მიმართ და პრაქტიკულად ერთწიანდადებიანი განმარტებით აწესებს სანქციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომელთა მუშაობაზე პრაქტიკულად დგას ამ ქვეყნის უსაფრთხოება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ შეიღეს ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ცდილობა ნათლად იკვეთება, რომ საქართველოს აგრძნობინონ, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ არის ამ შემთხვევაში ბრიტანეთის კოლონია, რაც ბუნებრივია აკნინებს თვითონ ბრიტანეთის რეპუტაციას. ხო, აი აკნინებს ბრიტანეთის რეპუტაციას, ახლა რამდენად აკნინებს ეს არ ვიცი, მაგრამ იმ ნაწილში, რომ ესე იგი ბრიტანეთის და ზოგადად დასავლეთ საქართველოს თავის კოლონია გონია და ეგონა ყოველთვის, მაშინაც როცა ესე იგი გამოგვიცხადეს, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანია, მაგაში აბსოლუტურად დავითანხმები. მაგრამ არის ერთი მომენტი საინტერესო. რასაც ახლა ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ მათი მიზანია სუვერენიტეტის ხელყოფა, ჩამოშლა, აქ რაღაცა დესტრუქციის გაღვივა, აბსოლუტურად მართალია ვითანხმები ამ ქალბატონს, მაგრამ რამდენად აღიქმება ეს ყველაფერი ესე ფართო საზოგადოებაში. აი როგორ ხედავს ახლა ამას ადამიანი, მე არ გულისხმობ ახლა მაინც ქართული ოცნების რაღაც პარტიულ აქტივს ან მის ახალგაზრდულ ფრთას და ასე შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე მიკერძოებულია. ჩვეულებრივი ობიექტური მოქალაქე როგორ აღიქვამს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ საქართველოში არ არის საკმარისი დემოკრატია და ამიტომ ვასანქცირებ ხელისუფლებას. სხვადასხვა შეხედულება არსებობს, ჩემი აზრით ორი ძირითადი შეხედულება არსებობს საქართველოს მოქალაქის, ერთი ოცნების მხარდამჭერი შეხედულება არსებობს და ასევე შეგვიძლია ის ადამიანებიც გავიყვანოთ იგივე შეხედულებაში, რომლებსაც დასავლეთი ზოგადად ისედაც არ მოსწონდათ და არ ენდობოდა დასავლეთს და არსებობს მეორე მხარე, რომელსაც დასავლეთის კოლონია რომ იყოს საქართველოს პირიქით უნდა ეგ ყველაფერი და საერთოდ არ აღიქვავს და არ აყენებს საკითხს ისე რომ კოლონია დასავლეთის საქართველოს ამაში რამე ცუდია და პირიქით დასავლეთმა უნდა მართოს საქართველოს და რასაც გვეტყვიან ის უნდა შეასრულოს. ასეთი ხალხი არსებობს, ასეთი შეხედულების ხალხი. შესაბამისად, მასეთი შეხედულების მქონე ხალხი სხვანაირ შეფასებას გააკეთებს. ჩემი აზრით, აი ამ მოვლენაზე, ამ სანქციებზე საქართველოში აი რა ხდება, ცოტა გვერდიდან რო შევხედოთ და ობიექტურად რო შევაფასოთ, ასეთი მოცემულობა. საქართველოში ევროპა ცდილობს ფასეულობების თვალსაზრისით გაავრცელოს ლიბერალიზმი. ხო სწორია, ანუ ლიბერალური შეხედულებები შემოაქვს და
ყველა მათი ინიციატივა და იძულება, აი deep state-ი გვაძალებდა ასეთი ცნობილი გამოთქმა რო გაჩნდა, ოცნების დანერგილი გამოთქმა, გვაძალებდა ლიბერალურ პოლიტიკას, ხო? და რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ქართული ოცნება არ ებრძვის ლიბერალიზმს, ქართული ოცნება ებრძვის დემოკრატიას ებრძვის ქართული ოცნება, ანუ მოსახლეობის რაღაცა ტიპის გადაწყვეტილების მიღების კიდევ უფრო ჩახშობას ცდილობს და ან მოსახლეობას რო აღარ შეეძლოს საერთოდ გადაწყვეტილების მიღება, მაგ რეალობას ქმნის. ამას რატო ხსნი? ერთის მხრივ დასავლეთის ნაკლებად საინტერესოა დემოკრატიული იქნება თუ არა საქართველოს, საერთოდ არ აინტერესებს, არც არასდროს არ ითხოვდა დემოკრატია საქართველოში, პირიქით რეპრესიები. სააკაშვილის პერიოდში გავწმუნდით მაგაში, დემოკრატიის შუქურა რო უწოდეს დემოკრატიის საფლავეს, მან გასაგები დიქტატურულ რეჟიმს უწოდეს დემოკრატიის შუქურა, რაც პირდაპირ იმის მაჩვენებელი იყო, რომ დემოკრატიას არავინ არ თხოვდა საქართველოს. და ასევე საქართველოში ყოველთვის ეროვნული ძალები და კონსერვატიული შეხედულების ადამიანები ყოველთვის რეპრესიების ქვეშ იყვნენ და მაგას არასდროს მაგასთან მიმართებაში ევროპისგან რაღაცა განცხადებები არ კეთდებოდა. ანუ პირიქით იწონებდა მაგ რეპრესიებს ევროპა, ხო? ამიტომ დემოკრატიას არავინ არ ითხოვდა, ყველა ითხოვდა ლიბერალიზმს, ლიბერალიზაციას. ქართული ოცნება რას აკეთებს? ქართული ოცნება ქმნის თავისებურ დიქტატურას, თავისებურ დიქტატორულ რეჟიმს და ლიბერალიზმს არ ებრძვის. რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქართული ოცნება მაინც ცდილობს ევროპასთან არ მოიჭრას ყველა მოლაპარაკების გზა და მაინც ცდილობს, რომ თუ რაღაცა გარემოება შეიცვლება და ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებები დაიწყება, არ კონდეს ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკებიან მათ. ანუ ლიბერალიზმის მიმართ არ ამჟღავნებს რაღაც უარყოფით ნაბიჯებს ჯერჯერობით, რაც იმაშიც ჩანს, ქართულ ოცნების განცხადებებში ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მათ იმედი აქვთ, რომ დაალაგდებიან, ევროპიდანაც რომ წამოვა კარგი იმპულსები და გადაიხედება ურთიერთობები და ასე შემდეგ. ანუ ქართული ოცნება არის მოლოდინის რეჟიმში, რომ დასავლეთიდან უფრო კარგი იმპულსები წამოვა. სხვათა შორის ჩვენ აი საით მიდის ეს ფინანსური სანქციები, დინამიკა როგორია? უწესებენ ჯერჯერობით მაღალ ჩინოსნებს, თავიდან დაიწყეს უფრო დაბალი, ასე ვთქვათ, საფეხურებიდან, მერე უმაღლესი ეშელონებისკენ წავიდნენ და ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია, რომ ის შეეხება ბიძინა ივანიშვილსაც. ადრე თუ გვიან ალბათ ეს საკითხი დადგება კი არა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამის დადგომისკენ მიდის, მაგალითად ევროპარლამენტარმა გარერიმ ამაზე გააკეთა განცხადება, მე როგორც ვიციო, ისო საფრანგეთის მოქალაქეაო და ხო არ დადგა დრო ვიფიქროთ მისი აქტივების გაყინვაზე, ეს თქვა და მე ამას გამოეხმაურდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, კალაძე გამოეხმაურა, სხვებიც გამოეხმაურდნენ და მოდი მოვისმინოთ ეს განცხადებები, ჯერ გარერის ეს ესე იგი განცხადება, რომ ხო არ დავასანქციროთ ივანიშვილი და მე ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ ეხმაურებიან და მე გავაგზავნოთ ამ თემაზე საუბარი. თუ არ მეშლება ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას აქტივები გააჩნია საფრანგეთში, შესაძლოა ზომები იყოს მიღებული. ხანდახან არის საუბარი, რომ საბჭოთა კავშირს უგვადარებთო და ყველა შევახსენებ, რომ კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას, კომუნიზმს და ფაშიზმს. ასე რომ დიახაც, როდესაც ასეთი იდეები უჩნდება თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ შეიძლება ჯგუფებს ან ადამიანებს ქონებები ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერი არის თუ არა ღრმად საბჭოთა
აზროვნება. არაერთი მუქარა გვინახია, არაერთი შანტაჟი გვინახია. აი ეს არის ის, რასაც ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ევროპა, არც ევროპული ღირებულებები, ეს ადამიანები არიან კონკრეტული ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ არც საქართველო, არც დემოკრატია, საერთოდ არ აქვთ ამით ინტერესი. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ თავიანთი პატრონები, რასაც ეტყვიან, რასაც დაავალებენ, გამოვიდნენ და ის გაიმეორონ. ბატონი გალერი არის ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი იმ დიდი მექანიზმის, ტავანქანის, რასაც deep state ქვია, რომელიც ესე ნათლად, ღიად, დაუფარავად და ბოროტად არის წარმოდგენილი ევროკავშირში. რა უნდა დავარქვა ამ გაცხადებას? თუ არა მოროდიორობა პირდაპირ მნიშვნელობით და თუ არა პოლიტიკური კანიბალიზმი. ხო. Ну, ესე იგი, აქ ესე იგი ისეთი ეპითეტები იყო, რომ პრინციპში რა უნდა დაამატო, პოლიტიკური კანიბალიზმი, მარადიორობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრინციპში ალბათ ყველაფერი სწორია კი დემოკრატიაში ეგ არ ჯდება, რომ ადამიანს რაღაცა პოლიტიკურად არ ეთანხმები და ფული წაართვი, რაღაც გაუუქმე, გაუყინე, ეგ რა თქმა უნდა, აფერში არ ჯდება, მაგრამ ძალა მაინც აღმარts ხნავს. აი, რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების რიტორიკა, რასაც ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ეს არის საბჭოთა მეთოდები, ჯერ ეს საერთოდ ხელისუფლებამ ვერ მოიხსნა ეს კომპლექსი, რომ საბჭოთა მეთოდების მიკერებით ლანძღავენ ერთმანეთს. ნუ რაღა დროს საბჭოთა მეთოდების გახსენება არის 21 საუკუნეა, მაგრამ ну მაგას დავანებოთ თავი, რამდენად ხელისუფლებას უჭირავს თავი ყარად. რამდენად დღეს გვაქვს ჩვენ იმ განცდის საფუძველი, რომ ეს ხელისუფლება ამ ყველაფერს გაუძლებს მომავალში. ჩემი აზრით, დასავლეთიდან ეხლა რა მოცემულობაც არის, რა სანქციებიც არის დაწესებული, ეგ არ არის ისეთი სანქციები, რაც დასავლეთს მაქსიმუმი შეუძლია. ანუ დასავლეთს შეუძლია გაცილებით უფრო მწვავე სანქციების გამოყენება, გაცილებით უფრო ძლიერი შეტევა შეუძლია, რომ განახორციელოს დასავლეთს. ფაქტია, რომ რასაც ვხედავთ, არის გამაფრთხილებელი ტიპის სანქციები, არის ბიძინა ივანიშვილიძეც განცხადებები და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთი ცდილობს, რომ ამ გუნდს ქართულ ოცნებას უკან დაახევინა. და წარმოუდგენია დასავლეთს, რომ ეს გუნდი უკან დაიხევს.